მეტი სიახლე, მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, მეტი ქალური ლოგიკა. რადიო იმედის ეთერშია შეულების სახალხო შოუ 17:17. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა ნანუკა გულუას მომხიბლავი ხუთშაბათი. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო. ტრადიციულად ძალიან კარგი სტუმარი მყავს. ზუსტად ვიცი რომ მისი ხმა და მის ერთი სული მაქვს მეც გავიგო რა საქმიანობსა დაიკარგა სად არის როგორ მოგვენატრა ყველაფერი მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ თქვენ ჩემს თაობას, ჩემს უმცროს თაობას, ჩემს უფროს თაობას დარწმუნებული ვარ ყველას გახსოვთ მოგესალმებით. მე ქეთი ვარ, კეკელია, რა კარგია ეს სიტყვები რომ სულ მახსოვს და რომ დაგინახე და ისევ ისეთი უცვლელი, ლამაზი, დამახასიათებელი ღიმილი, კარგი ხმით და ძალიან მონატრებული ქეთი როგორ ახარ? არაჩვეულებრივად. დიდი მადლობა რომ მოხვედით პირველ რიგში. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და ყოველთვის სიამოვნებით თქვენთან ერთად. მით უმეტეს რომ ჩვენ რაღაც გარკვეულ ნაწილში თანამშრომლებიც ვართ და რაღაცა წილი ურთიერთობები გვაქვს ტელეიმედში. ქეთი მე გამიგია და ვიცი რომ ვინც აი ეკრანთან ასეთი მიჯაჭულობით იწყებს და აი ასეთი ტოპ ჟურნალისტი არის, როგორიც შენიყავი, ყველა ცნობს, ყველა უყვარს, სახასიათო, ნიშური, მოთხოვნადი, აი ყველა აი ესეთი ადამიანები ვერ ცილდებიან ეკრანს და რა მოხდა შენ შემთხვევაში, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ ბოლოს მუშაობდი ტელეკომპანია იმედში, ვიყავი დილის გადაცემის წამყვანი, მე რაღაცა რუბრიკა დაგვემატა და მე რაღაცა გარკვეული სიახლეები იყო და მეც რაღაცა სიახლე მინდოდა. აი ხო არის რომ 18 წლიდან აკეთებ რადიო, ტელევიზია, რადიო, ტელევიზია, ერთ არხზე გადადიხარ, მე მეორეში ბრუნდები, მე მესამეში და ასე შემდეგ. ეხა ვერ ვიტყვი რომ მომწყინდა და მომბეს და თუმცა აი ცოტა პაუზა ალბათ მაინც დამჭირდებოდა, ფიქრობდი იმ პერიოდში, მაგრამ არა ესეთი როგორც ეხლა მოხდა ჩემ ცხოვრებაში. მინდოდა პიარის მიმართულებით განათლების მიღება. ისე მოხდა რომ მეც რაღაცა კურსები დავასრულე და ამ დროს იმედიდანაც მქონდა შემოთავაზება. ამ დროს სოფიაზე ვიყავი ორსულად და ჩავთვალე რომ ეს იყო რაღაცა ძალიან კარგი ეტაპი, რომ აი ერთი თემიდან მეორეში გადასულიყავი და ასეც მოხდა. ისე მოხდა რომ რაღაცა დიდხანს წერტილი არ იყო შეიძლება, მაგრამ რაღაცა გარკვეულწილად მძიმე გამოვიდა და დღემდე ვარ ტელეკომპანია იმედში. ანუ ეხა ეთერში არ ვჩან ვარ, მაგრამ სხვა პოზიციაზე. ხო, რომ ხარ და რომ აქტიური იქნები და რომ სადაც იქნები, იქ წარმატებული იქნები, ამაში ეჭვი არ გვეპარება და ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ აი ანუ შეძელი რომ ეკრანის გარეშე ყოფილიყავი თუ გაქვს მაინც ეს სენტიმენტები, სულ მაინც გონია რომ დაბრუნდები თუ აი როგორ მთავრდება ეს ყველაფერი? რომ დაუბრუნდები. კი, ამის შეგრძნება მაქვს, არ მაქვს ის მომენტი, რომ აი ეს იყო და ეს დასრულდა და აი ხო არის რაღაც დიდი ხნის უნახავი მეგობრები რომ ხვდებიან და სულ რატო არა და რაღაც ხან დავკვირდები რომ რა მოხდა? ნუ ცოტა ხანი ხო შეიძლება ადამიანმა, შეიძლება მე ცოტა ხანზე მეტი მომიწია ამ შემთხვევაში, მაგრამ არ ვთვლი რომ ეს არის წერტილი, როგორც თქვი. მგონია რომ რაღაცა ყველაფერი წინ არის. არ ვიცი შეიძლება მეშლება, მაგრამ მაინც ასე მგონია. კი, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ რაც რაც გინდა ის ყოველთვის მოხდება და მეორე ძალიან გჭირდები და ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და ძალიან კარგია. შენი დანახვა ეკრანზე კონტაქტი და ზოგადად ესეთი მაღალი პროფესიონალები ყოველთვის ჭირდება ეკრანს და დარწმუნებული ვარ რომ ის სენტიმენტები ხა რაც მე გამიჩნდა რომ მითხრეს რომ სტუმრად ქეთი გვეყოლება კეკელია, დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოებასაც აქვს და არ წყალობს ყველას ჩვენი საზოგადოება ისე როგორც ერთეულებს და უყვარს და ეს გამონაკლისი ხარ და რა თქმა უნდა ასე. ამიტომ დიდი დაბრუნებით გელოდებით გისურვებ და მე ძალიან ამხდენი ენა მაქვს და ამიტომ აი ესე გლოცავრო, რასაც ჩაიფიქრებ, მინდა რომ აგიხდეს აუცილებლად. კი, მქონდა შემოთავაზება, დაახლოებით 1 თვის წინ იყო, ძალიან მესიამოვნა ეს არის, მაგრამ ნუ არის რაღაცები, რაზეც ახლა შენც გიწევს ხოლმე თქმა, ნუ იქ რაღაცა რეჟიმი, ვინც არის ის რა არის დილის გადაცემის წაყვანა და ბოლო 7 წლის წინ თქვი რომ ეს იყო ჩემი ბოლო დილის გადაცემი, რომ ეს არის ურთულესი და ყველა მიცის. გითხარი რა დეტალები არის, ანუ დგები 5-ზე თუ 4-ზე თუ ვიცი რა, დგები 5-ზე, ჩემ შემთხვევაში ასე იყო, დგებოდით 5-ზე, დაახლოებით 7 თუ 8 წელი ვიმუშავე ამ რეჟიმში, მაგრამ აი არავის არ წარმოუდგენია, ვინც არ შეხება არ ქონია, არც პროდიუსერი არ ყოფილა, ან ხმაზე ასე შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ეს გადაცემაზე გარდა წამყვანის თავისთავად იცი ნატუკა. მაგრამ აი შენ რო იღვიძებ დილით, ფინჯანი ყავით, ჩართავ ტელევიზორს და რაღაცა გამოფხიზლება გინდა და რო ხდება ადამიანის გაბრწყინებული სახით, აი ვერავინ ვერასდროს ვერ წარმოიდგენს.
ეს როგორი დაუფასებელი შრომაა, მართლა დაუფასებელი შრომაა და ამის მიღმა რა ხდება და აი გუშინდელი ღამე როგორ, აი რამდენჯერ მქონია, აი სრულიად გათენებული ღამე, იქ სტუმარი შეიცვალა, იქ რაღაცა ისე ემოციები, ვაიმე ესე ის კი არა რომ ეთერზე ხამდენი წელი როზი ხარ ნერვიულობ, მაგრამ რაღაცა გარკვეული შფოთები მაინც არის და ეს რუტინა თვითონ არ დამაგვიანდეს ალბათ ყოველთვის არის. არ დამაგვიანდეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, აი ნუ რატო უნდა დაგაგვიანდეს? სტრესი არის ალბათ წარმოუდგენელი. ტელეფონმა ისე როა ან რო დარეკოს და მაინც რო ვერ ეს ისეთი რთულია და აი სულ გრძელდება ხო? საკთან ერთად ეტყობა ეს პასუხისგებლობა კიდე გემატება და ბოლოს ახლა ნუ პირველ არხზე ვიმუშავე ძალიან დიდი ხანი და ნუ დავასრულე ასე ვთქვათ დილის ეთერი იმედის ტელეკომპანია იმედში. და რომ მივხვდი რომ ეს შფოთვები რაღაც არ მეშვებოდა და არ მიშვებდა დავიწყე შეპარვა რაღაცა მედიკამენტებით და ნუ მე ერთ დღეს 3-4 თვის მერე გავამხილე ჩემ თანამშრომლებთან და ვთქვი რომ მეთქარი აი ხარ მიწყინოთ მეთქი მაგრამ იცით მეთქი გუშინ წამალი თავლიე და ისე ვარ ეხლა და აღმოჩნდა რომ ყველა ჩემ დღეში მე დავიწყე ამ აზრების გაცვლა გამოსა შენ რომელი დალია და მე ამან მიშველა და მე ამან ჩამაძინა და ამან ადრე გამაღვიძა და ასე შემდეგ ანუ ეს შფოთვა აღმოჩნდა რომ დამახასიათებელია და ძალიან რთულია ეს ყველაფერი და ისევე შემოთავაზება რომ მქონდა და რო გამახსენდა ეს ყველაფერი როგორი რთულია მივხვდი რომ ამ ეტაპზე არ ვარ მზად იმიტომ რომ მე ხო პატარა სოფია მყავს 6 წლის და ყველაფერთან ერთად ის მაქსიმალური უნდა ჩადო რასაც აკეთებ და ალბათ მე თელეშენი დრო ჭირდება და დილა განსაკუთრებით ხო ალბათ დილა განსაკუთრებით და ამიტომ ამ ეტაპზე თავი შევიკავე და ნუ მე ვნახოთ რა გასაგებია, მთავარია რომ არის დაწყებული ამაზე ფიქრი შეგანაც ზაობა, მეც ჩემი აურით და ჩვენი აგერ მსმენელი და მაყურებელიც მოგეხმარება და ზუსტად ვიცი რომ დიდი დაბრუნება გექნება. სოფია ვახსენეთ და მოდი აუცილებლად ვილაპარაკოთ სოფიაზე. სოფია გააზრებულ ასაკში გააჩინე ხო როგორც ამბობენ და როგორი შეგრძნება იყო პირველთან შედარებით როგორი შეგრძნება იყო რამე განსხვავება იყო. იცი რა ვერ ვიტყვი რომ პირველიც ძალიან ისე ადრე მომივწია ეს თემა 27 წლის ვიყავი და უკვე ხანდაზმული ჩამიწერეს ნატალი რო გავაჩინე ანდრიაზე უკვე 31-ის თუ 12-ის მაგრამ სოფიაზე ვიყავი ისეთი მომზადებული ამ თემისთვის და იმდენად მინდოდა ამ ყველაფრის თავიდან დაწყება და მზად ვიყავი ამისთვის რომ აი ჩემი უფროსები ხა არ მიწყენენ ერთი საერთოდ აქ არ არის და ვერ უსმენს და ამიტომ რაღაცა მე შევიგრძენი თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი და აი ხო ვიცოდი რომ ამითი დავასრულებდი ამ ყველაფერს და ამიტომ მთელი ჩემი ეს ემოცია და მთელი ჩემი ეს განწყობა ჩავდე სოფიაში და ამიტომ ძალიან ისე მშვიდად და ბედნიერი ვარ რომ ეს დედობა მართალია ხა ცოტა რაღაცა სხვა ამპლუაში ვარ იმიტომ რომ ისეთ ადამიანებთან და უსაყვარლეს გოგოებთან მიწევს მეგობრობა ანუ ჩემი შვილის ასაკის არის ზოგი ლამის მაგრამ აი ეს თანამედროვე ელემენტები ჩემი მათთან ურთიერთობით ჩემი შვილების შობლებს გულისხმობს სოფიას პასტელების ხო რომ ვიტყვით რომ შენ რამდენი წლის ხარ და რომელ წელს ხარ დაბადებული და ეს არის ძალიან სახალისო თემა ჩვენთვის. საქმე იმიტომ რომ იტყვი რომ შენ ეს მოლეული გაქვს უკვე და დიდი შვილი ჰყავს და მე რა ვთქვა მეც მომიწეს რაღაცით. ხო მაგრამ განწყობა არის თავი ადამიანებულებით ხდები ამ ყველაფერს და როდესაც ეს განწყობა არის ყველაფერი ძალიან მარტივია დამიჯერე ამაზე არის და ჩატებში ჯგუფებში ყველაფერში ისე აქტიურად ხარ ჩართული და აი ეს იცი რა მე დღემდე მუშაობ იმ თემაში რომელსაც ეს ყველაფერი ჭირდება იმიტომ რომ ამით თუ არ ხარ ინფორმირებული აი ხანდახან იტყვი რომ ვაიმე ღმერთო დავიღალე და დავისვენო და ამითიც მე ეს მიჯაჭვულობას ხო არსებობს ხო და ეს მიჯაჭვულობას ხო ძალიან დიდ დროს და ენერგიას გათმევ და ხანდახან ვიტყვი რომ მოდი ცოტა ხანი დავისვენებ მაგრამ ვერა არ გამოდის ფიზიკურად იმიტომ რომ მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში არ მიცდია არასდროს მაგრამ ასე მგონია რომ იმდენად ბევრ რაღაცას მოაკლდები რაც შენ გჭირდება დღეს თუნდაც შენი სამსახურისთვის იგივე ბავშვებისთვის და ამიტომ აი ამ რუტინას მიუყვები და ერთი ნაბიჯით ვერ შეანელებს სვლას იმიტომ რომ ძალიან გაიგის ეს ყველაფერი და დამწმუნებული ვარ შენი ტემპერამენტის კარგად ხარ დაწეული ყველაფერს კეთი რამე განსხვავება არის აი უფროსების ახსნას მეთოდს და ამას შორის იქ რაღაც არის რატო არ ვიცოდი იმ აღზრდაში და ახლა საიდან მოვიდა ეს ამ ინფორმაციებმა ამდენმა კოუჩინგმა ამდენმა პედიატრის რჩევებმა თუ რამ განავითარა ასე ჩვენი შემეცნება უკვე ბავშვის აღზრდის გამოცდილება არის ყველაფერი ის რაც შემეშალა უფროსშვილებზე, რა თქმა უნდა, იმ შეცდომა სოფიაზე არ დაუშვებ. აი მაგალითად, მახსენდება უფროსი, ეხლა არის 22 წლის ხდება და მე-4 კლასში იყო პირველად, რომ გადავწყვიტე, რომ მარტო დამოუკიდებლობას უნდა მიჩვეულიყო და გავუშვი ბაკურიანში დასასვენებლად სპორტულ ჯგუფთან ერთად. მეც გავყევი, ოღონდ სასტუმროში და 10 დღე არც მას ეძინა და არც მე.
და მე რა ვქენი არ წამოვიყვანე სასტუმროდან იმიტომ რომ ჩავთვალე რომ დამოუკიდებლობისთვის უნდა მიმეჩვი აი ამას აქედან არ არის ეგრე კეთი ანუ რა არის ეგრე არა იმიტომ რომ მე წლები გავიდა და ისიც ხომ ეხმარება დღეს ახლა სოფიას აღზრდაში ხომ ეხმარება თქვა რჩევების მიცემაში ანდრიაზე რომელიც არის 17 წლის და ცოტა ისეთი რთული პერიოდია 11 ბიჭია და ამიტომ ის ძალიან აქტიურად არის მართალი გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს მაგრამ ამაში არის აქტიურად ჩართული ხანდახან ისეთ რჩევებს მაძლევს რომ ღმერთო დავფიქრდები მე ვარ დედა თუ ეს არის შვილი მე არა დედა ვარ დედა აი იმდენად რაღაცა სხვანაირი ბავშვები არიან და იმდენად ისედაც დამოუკიდებელია ხა 5 წელია უკვე წასული 1 წელი ამერიკაში ცხოვრობდა მე 4 წელია გერმანიაში სწავლობს და ნუ ხა რომ ეს ის დამოუკიდებლობა არ არის რომელიც მე იმ 10 დღეში მივაღებინე ის ხო არ არის თქო პირიქით არა ეს არის სისულელე როცა ბავშვი ნერვიულო კი ამიტომ ამბობ ჩვენ ამაზე გვისაუბრია და უთქვამს რომ რატო დამტოვე რატო არ წამომიყვანე შენთან ერთი ღამე წამოვიყვანე და ისევ დავაბრუნე იმიტომ რომ ჩავთვალე რომ რაღაც არ იფიქრებს სწორედ და ამას მიეჩვევა და ეჩვევა იმას ხო არა ყოველთვის უნდა მოусმინოთ თქვენ შვილებს აი ეგ არის სწორი აღზრდა რომ სმინოთ ერთმანეთს ხო ამის რაღაცა დებულება არ არსებობს არა ამას ხო დედობასაც ხო სწავლობ ადამიანი ხო სწავლობ უბრალოდ შენი ემოციებით რაღაცა შენს მაგალიძე შენი მეგობრის მაგალიძე ესეთი შეცდომა არ დაუშვათ იმიტომ რომ თუ ის ადამიანი მზად არის ამ დამოუკიდებლობისთვის ასაკი ამას მაინც მოიტანს და არ ჭირდება დაჩქარება ამას დაჩქარება და თუ არ შეუძლია ადამიანს და თუ უჭირს და შენთან ერთად უნდა ყოფნა და იყოს შენთან ერთად ესე შეცდომა სოფიაზე ნამდვილად ეხლა რა თქმა უნდა დღესაც მეშლება რაღაცეები რა თქმა უნდა ადამიანები ვართ ემოციები გვაქვს რაღაცაზე ვართ რაღაცა გადართულები დრო არ გვაქვს როგორც ყოველთვის ბევრი რაღაცის მაგრამ ესეთი შეცდომა აღარ მომივა ეს ძალიან სერიოზული რჩევა არის იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვართ ხოლმე რაღაცა გაურკვევლობაში რომ იქნება ამდენი ზრუნვით და ჩვენთან ყოფნით რამე სხვა არ ვაკლებთ რამე ხო არ უნდა გაუშვა უნდა წავიდეს უნდა ინერვიულოს რაღაცა მეც გამიგია ესეთი რაღაცები მაგრამ აი ახლა უკვე მეც თითქოს შენს მაგალითზე სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს და როგორ ვარ იცი ბალეტი გინდა ავედით ბალეტზე აღარ გინდა რა პრობლემა ფორტეპიანო კი ბატ არც ფორტეპიანო ან ვარჯიში კი ბატ ესეთ რეჟიმში ვარ რა გამოვა არ ვიცი თვითონ ეძებს ამ ყველაფერს რა უნდა და რაშია კომფორტულად ხო ზოგს მისი მეგობრები ხმიბაძვით ხო იცხდება ხოლმე როგორც ყოველთვის ის დადის მეც მინდა და ნუ მე აი ესე მოკლედ როგორ ხდება რა განსაზღვრავს მის ასაკში სად გრძნობს თავს კომფორტულად აი თვითონ როგორ აი ბალეტი მაგალითად არ მოეწონა ისე მოვიხიბლეს რაღაცა კარგი გარემო, კარგი მუსიკა, ძალიან ავჟიტირდი და ეს კაკაბები და ნუ მე ვიყავი ძირითადად ფოტოების, ლაივების დადება, გადაღება. და ორთვეში მითხრა რომ თან თვითონ თხოვა შეყვანა ეს იყო 5 წლის ასაკში და ორთვეში გამომიცხადა რომ იცი რაო ეს ერთი და იგივე რაღაცეების ცეკვა ცოტა მომწყინდაო და ასე თუ ვიცეკვე ბოლომდეო კიდე უფრო მომწყინდებაო ახარ მინდა სიარული სულ ვეკითხები რომ ხო არ გწყდება ხო არ შევიდეთ თავიდან მეუბნება რომ არა და აღარ გავაწვალე და არ ვანერვიულე ამაზე და ესე ძიების პროცესში ვარ დღეს იქ ხვალ იქ რამდენად სწორია ესეც არ ვიცი მე მგონი სავსებით სწორია იმიტომ რომ ახლა რო გისმენდეთ თან მაგალითი რო თქვი ის თქვენი დასტრესთვის დედაშვილის გამახსენდა ჩემი და ფორტეპიანოს ურთიერთობა ეს როგორი დიდი სტრესი იყო მდესანა მივიდოდი ფორტეპიანო იქ სტრესი ვაკეთებდი იმას რაც საერთოდ არ მომწონდა და არ მინდოდა და მე რომ მოვიდიოდი უკვე იმაზე ვნერვიულობდი რომ ოთხშაბათი თუ პარასკევი თუ რაღაცა სოლფეჯიოს დღე კიდე კარს მომდგარი იყო და აი ჩვენ ეს ეტაპიც გავიარეთ ფორტეპიანოსაც დავანებეთ თავი აგერ ერთი თვის წინ ჩემი აზრით სწორია, იმიტომ რომ ის დისკომფორტი არ მგონია რომ იმ სარგებელზე მეტად და უყვარდეს ის რაღაცა და უნდა მოწონდეს და სიამოვნებდეს მით უმეტეს ამასაკში და თუ ეს არ არის, მაშინ არ ღერს ბავშვის წვალება და მით უმეტეს ახლა ჩვენი დრო და ენერგია. ხა რა აქტივობით ყავს სოფია დაკავებული? ანუ რა არის ის ადგილი, სადაც მოსწონს მას? ეს არის სკოლა, პირველ კლასში. სადაც აი ნუ გიჟდება, ისე უხარია წასვლა, არასდროს არ იტყვის რომ მოდი დღეს არ წავიდეთ. მარტო სოფი კი არა, მთელი მისი კლასი და რომ მივდივართ ბოლო დღეს რომ წამოვიყვანოთ და ხვალ არ დადეგები იწყება. ნუ ამაზე აქვს დიდი ტრაგედია, არავინ არ მიდის სახში, ყველა წვენ ჩამოშვებული. აი ხა როგორ მაშინ გაუშვით სოფია კედან სტუდიიდან, მინდოდა რომ შემოგვეპატიჟებინა სოფია, მაგრამ არ გამოგვევიდა ეს ამბავი. ხო, ამიტომ რაც არ გინდა, რა თქმა უნდა. ასე დავმორჩილდი. კი.
კი, კარგია. სკოლაში აი ამ მეგობრ, ანუ რაღაც თვითონ მაინც აი ამ სითბოს და აი ამ გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი, ძალიან ბევრი ვიფიქრე, უფროსები შევიყვანა გერმანულ სკოლაში და გერმანული განათლება მივეცით ასე ვთქვათ და ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, რატომაც არა, მოდი ხა ფრანგული და ნუ ასე არჩევანი გავაკეთეთ ფრანგულზე. ვისწავლოთ ფრანგულ სკოლაში და ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ბავშვი ესე ძალიან უხარია სკოლაში და ყველაზე მთავარი ეს არის, მე ესე ვფიქრობ, აი ის განწყობა, ის დამოკიდებული და ის სითბო და ну დანარჩენი ალბათ თავისთავად მოვა. მეორე ხარისხოვანია დანარჩენი და დანარჩენი მეორე ხარისხოვანი რა თქმა უნდა. აი რა თქმა უნდა სწავლა ყველაზე მთავარია საბოლოო ჯამში, მაგრამ საწყის ეტაპზე ალბათ აი ეს სითბო და ის კარგი გარემო რომელიც მას ხვდება. ნამდვილად. აი ამ სკოლის არჩევა, აი ამ საკითხებს როგორ წყვეთ ქეთი და აი რის მიხედვით არჩევ, აი რამე რჩევები თუ არსებობს, აი როგორ ფიქრობ ამაზე იმდენად ბევრს რომ რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს. სახში მსაყვედურობენ რომ აი ამდენი ფიქრი, მაგრამ ესე ვფიქრობდი უფროსზეც რამდენიმე სკოლა მქონდა და ნუ ვიცოდი რომ ან უნდა შემიყვანა ამ გერმანულში, ან უნდა შემიყვანა გაძლიერებულ მათემატიკაზე. ნუ აი ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ, ნუ ყველა მეუბნებოდა რომ რა დროს ვის გამოადგა ეს გერმანული. ნუ ხო ხვდები რომ დინდელ ამბავს ხვდები 22 წლის წინ. მაშინ ხო 22 არა, ნუ რაღაც 15-ის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ გერმანული ძალიან არაპოპულარული ენა იყო და ესეთი რთული ენა, მაგრამ დღეს ახლა სწავლობს გერმანიაში, ცხოვრობს იქ და რა ვიცი იმ ფუნდამენტმა შეუქმნა. რა თქმა უნდა, სხვანაირად დღეს იქ იმ ადგილას ვერ იქნებოდა. ამიტომაც ვფიქრობთ ამდენს, იმიტომ რომ ის მერე იკენწეროში განსაზღვრავს შენი შვილის განათლებას. რა თქმა უნდა. აი როგორ აი მეც ეხლა რო ვფიქრობ რომ დამიდგება ეს პერიოდი, როგორ უნდა შევარჩიო, იმიტომ რომ 1000 მშობელი არსებობს და 1000 აზრი ერთსა და იმავე სკოლაზეც კი და აი ვის მიხედვით ხდება მაშინ. ნუ სამწუხარო რეალობა ის რომ აი 100%-იანი აი რა თანხებზეც არ უნდა იხდი და მე მაინც ვფლი რომ საწყის ეტაპზე არ გვაქვს ჩვენ ისეთი სკოლა რომ ყველა მშობელი იყოს ესე აპრიორი თავიდანვე კმაყოფილი. ვიღაცას ყვება არ მოწონს, ვიღაცას რაღაც გააჩნია როგორი დამრიგებელი შეგხვდება და ეს არის ლატარია თავისთავად ცხადია, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ესეთი ყველაზე ნათელი ამ შემთხვევაში რომ ერთი ევროპული ენა პლუს ინგლისურთან ერთად აუცილებლად უნდა მიცეთ თქვენ შვილებს. არ ვიცი ხა შეიძლება მე გამიმართლა და ამიტომ საუბრობ ასე, მაგრამ ინგლისური ისეთი მარტივი ენა როგორც ჩვენ ვიცით ხა წყალივით რუსული, თქვა ინგლისური თუ პრობლემოთ. სოფი ვიცის უკვე ინგლისური, მე ვარ გაოგნებული, იმიტომ რომ ჩემ უფროს რო ველაპარაკები ტელეფონით და რაღაც რომ მინდა მას სხვა ენაზე უთხრა, რასაც ვერ გაიგებს, არ გამომდის, იმიტომ რომ ეგეთი ენა არის, ხო შენ. ხო სხვა მე არ ვიცი და ვიცი რუსული, ვიცი ინგლისური და არ გამომდის, იმიტომ რომ ყველაფერი ესმის და ყველაფერს თვითონ ჩემზე უკეთესად აკეთებს და ამბობს და ეს დამატებითი ხო, ეს გაჯეტები რამდენადაც ცუდია და მეც დოზირებულად ვაძლევ მას ამ გაჯეტებს, მაგრამ ნუ აი ეს პლუსი მას აქვს. გაჯეტებს რაღაცა ასაკია, რაღაცა ასაკის მერე, ეს 3 წლის მერე უკვე ავითარებს გაჯეტი ზომიერი. კი, ისი ზომიერი, რა თქმა უნდა. უბრალოდ 3 წლამდე ეს იმდენად გვერდით მოვლენებს იწვევს, რომ არ გიღირს გარისკვა, თორე 3 წლის მერე ის მულტფილმიც და ის რაღაცა ანიმაციებიც და საშემეცნებო რაღაცებიც ავითარებს ბავშვს და ამას ვერ გავექცევით თავისთავად. აი მითხარი რომ ზომიერად აქვს, ანუ გაქვს შენც რაღაცა პრობლემები ამ დამოკიდებულებასთან გაჯეტების და უსაზღვრავ დროს თუ როგორ აი ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ სოფი არ ჭამს, ვერ ვიცი ხა რომელი უფრო სწორია, არ თუ ვერ თუ არ მიეცი მისი iPad-ი, მაგრამ იმ iPad-ში ზუსტად ვიცი რა აქვს ჩატვირთული, ეს არის ინგლისური ანიმაციური ფილმები და ამას უყურებს. აქედანაც იცის ეს ინგლისური, ახლა სრულყოფილად ვერ ვიტყვი, მაგრამ აი აბსოლუტურად ყველაფერს გადაგითარგმნის. იმიტომ რომ უყურებს და აინტერესებს, იგი ესმის ეს. ხო, ესმის 15-20 წუთი რო უყურებს, ესმის და ამიტომ აი ეს პლუსი აქვს და ამიტომ დოზირებულად ყვების დროს და 15 წუთი მაქსიმუმ კიდე შუალედებში, მაგრამ იმდენად დიდი ხანია სკოლაში, აი 9-დან 6 საათამდე სკოლაშია, მერე პლუს კიდე რაღაც დამატებით გაკვეთილი და ნუ ხა ფაქტობრივად იძინებს და რეჟიმში არის. რეჟიმშია. რეჟიმზე რა სიტყვით? აი რეჟიმი რამდენად მნიშვნელოვანი არის? მე ვთვლი რა ძალიან მნიშვნელოვანია. ის რო აცაძე და იძინ. ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ვცდილობ. ასე არ ვიყავი უფროს ბავშვებში, უფრო მიშვებული ვიყავი ამ კუთხით. მაშინ უფრო აქტიურად მუშაობდი მეც და ნუ რაღაცა საამისოდ შეიძლება ბევრი არ მრჩებოდა დრო, დედა მეხმარებოდა, დედამთილი და ასე შემდეგ. და ეხა უფრო ჩემ თავზე მაქვს აღებული ეს ყველაფერი და ვცდილობ რომ ამ რეჟიმიდან არ ამოვაგდო
და მე თვითონაც მომწონს ჩემი თავი ამ ამპლუაში და შედეგსაც რო ვხედავ ძალიან სიამოვნებს და ერთობლივი რეჟიმი გაქვთ ხო ერთად მიდიხართ ერთად მოდიხართ მე გამოყავს მივხვდი რომ რაღაცა ეგეთი ერთი გუნდი ხართ და მეც და ჩემი მეუღლეც და ნუ იმასაც თუ თავისუფალი დრო ერთმანეთს ვასწრებთ მე გამოვიყვან დღეს სკოლიდან არა მე ჩემი ძრია გამოვიყვან ერთად არ გამოყავს ამდენს არ ვაკეთებთ მაგრამ ყოველთვის აი ეს იმდენად იციამონებას მანიჭებს შეიძლება ასაკიშვება ამ ყველაფერს რა იდო ვაკითხავ და ესე კონტროლში თან ახლოს ცხოვრობ სკოლასთან და ფეხით მოვდივართ აი რაღაცა სხვა რიტუალია თქვენი და ხო საუბრები თვითონ აი ხო აი ეს მაინტერესებს აი ეს სკოლის ამბების გაზიარება აი ის რომ მას საიდუმლოდ არ დაიტოვოს რამე ის რომ მას რაც ტკივა ბოლომდე მოიტანოს შენამდე ის როგორ უნდა გახსნა ბავშვი ეს ყველაფერი ერთადერთი ახლა ხო ფსიქოლოგებსაც ვუსმენთ და რაღაცა ვემორჩილებით მათ რაც ხო გამოცდილება პლუს ამიტომ შენი გამოცდილება სიზიარებთ ახლა ხო აი ცოტა ხნის წინ ერთ ფსიქოლოგს ვუსმინე და ეს ქალი ყვებოდა რომ არ არის საჭირო სკოლაში რომ მიაკითხავ და პირველივე აი ბავშვი დაღლილი მოდის 9-დან 6-მდე სკოლაში რაჭამე არ დამართლა ესე ვიქცეოდი იდა ამის პრობლემა მართლა ცუდად იყვებება თვითონ არ უყარს ბევრი რაღაცა და ამიტომ ახლა სკოლას ყველაფერში ხო ვერ დავადანაშაულებ და მე დავიჭერე ჩემი თავი რომ მეც ასე ვარ და რომ ბავშვი უნდა მიცეთ ამოსუნთქვის საშუალება რაღაცა თქვენთან ეს კომუნიკაცია რაღაცნაირად უნდა დაიწყო და მე ნახევარი საათის მერე სახში რომ მიხვალთ რაღაც დრო რო გავა ადაპტირდება გარემოსთან ხოთა შორის კითხო და ანუ ახლა მეც ხო ვიღაცის მოსწავლე უნდა ვიყო ხო თავისთავად და ამიტომ დავემორჩილე და მე მგონი სწორი გადაწყვეტილი მე მგონი კარ სწორია ეს იმიტომ რომ რაღაცა მაინც ვერაფერს ვერ შეცვლი თავისთავად ხო და ამიტომ ასე ვიზდებით მოკლედ ჩვენ შუშულებთან ერთად თინეიჯერობის ასაკის სირთულე თქვენ ნახე მცირეწლოვანი ბავშვი ყავს პირველ კლასში თან თინეიჯერი რომელსაც სირთულეები აქვს და 22 წლის დიდი გოგო რომელთანაც დედა ხარ თუ შვილი ვერ გაიგე და ყველაფერი დალაგებული ასე ვთქვა აი ამ ორი ურთულესი ასაკის შეთავსებას როგორ ახერხება იქაც იყო აქაც იყო რთულია კი მაგრამ აი ერთადერთი პირველი რაც უნდა ყველამ ვიღონოთ და გავაკეთოთ ეს არის ის რომ უნდა ვიყოთ მეგობრები აი მე მაგალითად ჩემ პირველ შულზე ესე დამემართა რომ ნუ გახდა ეს ბავშვი რაღაც 10 წლის 11-ის და ჩემ მეუღლემ შეამჩნია პირველმა და მითხრა რომ შენ არ მეგობრობ ნატალისთან მართლა არ მეგობრობდი ვიყავი რაღაც ისეთი დედაშვილური ურთიერთობა რაღაც ისეთი მითხრა უთხარი მაგრამ მეგობრები მართლა არ ვიყავით და ამაზე დავფიქრდი და მივხვდი რომ მართალი იყო და გადავწყვიტე მიზნა დავისახე მეგობრობა და მართლა გამომივიდა აი დღეს ვართ აი მართლა მეგობრები ხო ხანდახან დედაც კი მგონია ჩემი მაგრამ გარდა ამისა მართლა მეგობრები ვართ და უკვე ამ მაგალითზე წამოვედი ანდრეასთანაც და მასაც ძალიან ვემეგობრები იმდენად რომ აი თქვა რომ ურეკავენ ბიჭები ან მე ვურეკავ და ბიჭებთან ერთად არის ისევე საუბრები რომ შენ ეკითხა ვის ელაპარაკი ეს დედა შენი იყო იმდენად რაღაც ისეთ რაღაც ფრაზებს ვისვრი ხოლმე შორიდან ნუ რა თქმა უნდა სიმკაცრეც არის თავისთავად ცხადი ხამასაკში სხვანაირად არ შეიძლება მაგრამ იმ ზღარ სხვანაირად ვერ დაიცავ თავისთავად ისე გისმენ მართლა ესეთი კი არ ვარ უბრალოდ არა ასეთი რაღაცა მართლა მისაბაძ გულისხმობ ესეთი ადამიანი არ ვარ მაგრამ ჩემ გამოცდილებას ადამიანი ხარ მაგრამ თვითკმარი არ ხარ როგორც ყველა დედა და რეკლამის მერე დაუბრუნდებით ვერანაირად ვერ გაგიშვებ ჩვენი მსმენელის და მაყურებელის დარწმუნებული ვარ რომ გველოდება და ამიტომ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ძალიან მალე კიდე ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო დაუბრუნდით ძირფასო რადიო მსმენელებო ვინც ახლა შემოგვერთით გეტყვით რომ ქეთი კეკელია ჟურნალისტი უსაყვარლესი ადამიანი ლამაზი ჭკვიანი კარგი ძლიერი ისეთი დედა გვესაუბრება ყველაფერზე და სხვათა შორის ძალიან კარგი რჩევები მოგცა ახალგაზრდა მშობლებს და აუცილებლად მოისმინეთ და აუცილებლად გადაახვეეთ თუ ვინმეს არ მოგისმენიათ პირველი ნაწილი ქეთი გავაგრძელო ძალიან ისე საუბრობ ანუ ნახე როგორი რაღაცა დავიჭირე ხო არის რომ აი მე უფრო აი კარიერისტი ვარ გამიგეა მე უფრო ისა ვარ მე ოჯახე ვარ მე უფრო კარგი დედა ვარ მე უფრო რაღაც აი არის ხომ აი ხა დავიჭირე რომ როცა შენს კარიერაზე საუბრობდი იქ დავიჭირე ეს აღფრთოვანება და მე როგორც დედა რომ გადავედით აი ორივე რაღაცა ერთ დონეზე მნიშვნელოვანი არის შენთვის თუ აი როგორ დროს გააჩნია ხა ჩემ შემთხვევაში კარგად დალაგდა იმ კუთხით რომ ოჯახი არ მქონდა ამიტომ
ამიტომ ძალიან დიდი დრო მქონდა საიმისოდ რომ კარიერისთვის დამეთმო და ამიტომ ეს კარიერაც სულ ვიძახი რომ იმ ბნელ ცუდ 90-იანებში ჩვენ ყველაზე კარგი დრო გვაქვს გატარებული, იმიტომ რომ დროის ტარებასთან ერთად ეს იყო რაღაცა ძალიან დიდი გამოცდილება. რაღაცა ძალიან დიდი სიახლე, რომელიც დაინერგა და ჩვენც რაღაცა ამ ფეხის ხმას ავყევით და მაშინ აქტიურად ვიყავი ტელევიზიაშიც, რადიოშიც, გაგიკვირდება და ბანკშიც მუშაობდი და ბოლოს რომ მივხვდი რომ სამი სამსახური უკვე იმას ნიშნავდა რომ იმ მიღებულ თანხას ვეღარ ვხარჯავდი ვერსად, მივხვდი რომ ერთ-ერთისთვის თავი უნდა დამენებებინა და ისევ საქართველოს ბანკში მუშაობდი მაშინ და ბანკი დავთმე საამისოდ და ან დიდი დრო მქონდა რომ ჩემი თავი და ვინმეს რომ მაშინ ეთქვა რომ ვაიმე კარიერა არა, აი აუცილებლად შევეწინააღმდეგებოდი და ვეთყოდი რომ არა, შვილები კარგია, ოჯახი კარგია, მაგრამ კარიერა უპირველეს ყოვლის, მაგრამ დღეს უკვე ოჯახი რომ მყავს. მაინც ვთვლი რომ ბავშვებს, როდესაც ამ პასუხისგებლობას იღებს შენს თავზე, თავისი დრო მიაქვს და ჭირდება და აუცილებლად პარალელურად კარიერაც. უბრალოდ აი ეს დრო სწორედ უნდა გადაანაწილო. დრო მართლა ბევრია. შესაძლებელია ხო ქეთია, იმიტომ რომ ბევრისგან გამიგია რომ აი როგორ ხერხდება ესეთი რაღაცა, მე ამას ვერ ვაკეთებ. აი მაინც მგონია რომ შესაძლებელია რომ თან კარიერა გქონდეს და თან შვილებთან იყო, ანუ მათთვის მოსანატრებელი ობიექტი არ იყო. აი მაინც შესაძლებელია თუ რაღაცნაირად სწორად უნდა დაასახო პრიორიტეტები, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი. მე ვერ ვიტყვი ხარ რომ ამ შემთხვევაში ესე დაყოფილი მაქვს, მაგრამ ოჯახი რა თქმა უნდა თავის დროს და ენერგიას მოითხოვს. შენ ახლა ჩემგან ამის სწავლება არ გჭირდება. შენ თვითონ ისეთი ყოჩაღი ხარ და იმდენ რაღაცას ასწრებ ერთდროულად, რომ ჩემი რაღაცა სხვა ენერგიის ხარჯზე თქო ვამბობ ალბათ და თუ რაღაცნაირად ოდნავ მომაკლდება ეს ენერგია, მართლა ვერაფერს ვერ ვაკეთებ კეთი და ხვდები რომ ხო არსებობს ადამიანი რომ არა აქ ესეთი მოზღვავებული ენერგია, იმისთვის როგორი რთულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ ავადვარან რაღაცა და მაკლდება ეს რაღაცა ჩემი დამანგრეველი ენერგია, ხვდები რომ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ, აი მაშინ თუ არ ვარ ტონუსში. აი ეს მუხტი გჭირდება, რომელსაც აი ის რაღაცა გაძლევს. იქნება ეს ოჯახი თუ სამსახური და თანამშრომლები გარემო და ასე შემდეგ. ამიტომ თავარია პრიორიტეტების სწორედ დასახვა და ყველაფერს შევძლებთ. სურვილია პირველ ყოვლისა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა გრჩება ახლა აქ ჩვენ სასაუბროდ ეს არის მეგობრები, რომელიც აგრეთვე ძალიან გჭირდება პირველ რიგში. მეუღლე, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ შენი ძალიან ახლო მეგობარი არის, იმიტომ რომ ეტყობა ქალს ყოველთვის რომ იქ კარგი მეგობარი ყავს, როგორც გამოიყურება, როგორც საუბრობს, როგორი დედაც არის და ასე შემდეგ. ეს მოგწონს თუ არა და გვინდა თუ არა, ეს ყოველთვის ესე არის. აი თქვენი ცალკე დროისთვის, თქვენი რაღაცა მეგობრებისთვის, აი ამისთვის თუ გრჩება ქეთი დრო და აი ამისთვის თუ არსებობს. კი, რა თქმა უნდა, მე მყავს ბავშვობის მეგობრები, ჩემი კლასელები და ისე მიხარია და მსიამოვნებს, რომ აი ჩვენ ამდენი წელი ერთად მოვდივართ და თან ვართ ბევრნი და არც წარმომიდგენია როგორ შეიძლება. თან ისეთი ვარ, რომ სადაც მივდივარ, ყველა სამსახურიდან თითო სახელები ქვიათ, ესე რომელი ნინო, ბანკის ნინო, რომელი მანჩო, რადიოს მანჩო და ასე შემდეგ დაყოფილი მყავს თუ ტელევიზიაში გაიყოლე თითო მეგობარი ხო? თითოც და იმაზე მეტიც, მაგრამ მყავს ასეთი ჩემი კლასელები, ბავშვობის მეგობრები, რომლის გარეშე რა ვიცი, აი წარმოუდგენელია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით, რომ ჩვენ მე ყველა შეკრული მყავს ერთად და იგივე ჩემ დაბადების დღეებზე ყველა ერთმანეთს იცნობს თავის თავაცხადია და ძალიან ამაყი ვარ ამით, რომ აი ეს ყველაფერი შევძელი და აი ისინი მაძლევენ ძალიან ბევრ ძალას, ენერგიას და მოკლედ ჩვენ ერთი ძალიან დიდი და კარგი გუნდი ვართ მათთან ერთად და მეუღლე თავისთავად, იმიტომ რომ ამის გარეშე ალბათ მართალი ხარ ხო, ქალს ეს ჭირდება. ძლიერი ზურგი და ასე რომ არა, აბა ამდენი წელი ერთად ვერ მოვიდოდით აქ. კი, ნამდვილად ეგრე არის და გჭირდება ხო, აი მეც სულ ვამბობდი დიდი პერიოდი ჩემი ცხოვრების, რომ არა და მარტო და კარგად ვარ და ძლიერი ვარ და ბედნიერი ვარ, მაგრამ აი ამ გადმოსახედიდან, როდესაც შენს საქმეს და შენთვის საქმეს ურნი აკეთებთ, აი ძალიან დიდი კომფორტი არის ეს. მე მაინც ეს ცხოვრება რაღაცა ეტაპებად იყოფა, ხო? შენც ბევრი გაქვს ამისოთ სათქმელი და მეც, იმიტომ რომ 26 წლამდე სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდი, მართლა ვიყავი მარტო ისეთი რკინის ლედი და ჩემ თავზე პასუხისგებელი. აი ოჯახის წევრებიც მე მეკითხებოდნენ, შეიძლება და ესეთი ურთიერთობა მქონდა დედასთანაც, მამასთანაც, მიუხედავად იმ პერიოდისა, რომ მე არ მახსოვს, რომ მათ რამე ჩემთვის დაეშალოთ. უბრალოდ მენდობოდნენ და აი ამ დობაზე აწყობილი ურთიერთობა ქონდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა
მნიშვნელობა აქვს და ამიტომაც ვიყავი ასეთი ძლიერი თქო და დღემდე ამიტომაც მოვდივარ ამ განწყობით და აი როგორც შენ ხარ აღზრდილი აი იმ მეთოდებიდან თუ გაქვს რამე აღებული შენ შვილებთან მიმართებაში კი რა თქმა უნდა აი ძალიან ბევრ რაღაცას ვიჭერ თუნდაც ზედა ჩემისას კი რა თქმა უნდა ხა ეს ხო უნებურად ხდება შენთან გაუცნობიერებლად შენ თავთან მაგრამ რაღაც დრო რო გადის მე პარალელებსავლებ რომ რაღაცა მსგავსება და იქაც ხო არ იყო რამე ისეთი რაც კატეგორიულად არ გაიმეორებს შენ შვილებთან მიმართებაში არა იმიტომ რომ ყავდა ძალიან მეგობრული მიუხედავად ასაკისა როგორც აღნიშნე ასაკიანი მშობლები კი ამ ყავდნენ მაგრამ ნუ მაინც ახლა სხვა პერიოდი იყო სხვა თაობა იყო მაგრამ დედა ჩემი ყოველთვის ისეთი პროგრესულად მოაზროვნე ქალი იყო და მამა ჩემიც ჩემი მეგობარი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შვილისთვის რომ ამას შენ როდესაც იცი რომ შენ გენდობიან და იქიდან მიღებული სითბოს გაზიარება მე რას მაგათ გინდება იმიტომ რომ შენ იცი როგორც შვილმა რომელიც ძალიან დიდ სითბოს იღებდა მშობლებისგან როგორი საჭირო არის ეს ყველაფერი შვილებისთვის ქე დაუსრულებლად მინდა შენთან საუბარი ამიტომ აუცილებლად ავიღებ პირობას რომ ყველა სიახლეს ჩვენთან გააზიარებ და ჩვენთან მოხვალ და ისაუბრებ ძალიან ბევრს იმიტომ რომ შენ ისანა საინტერესო განათლებული ჭკვიანი შემდგარი ადამიანებისგან ის ცხოვრებისეული რჩევები შეიძლება მართლა რადიკალურად შემცვლელი იყოს ჩვენი მსმენელის ცხოვრების და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბევრჯერ ხშირად გავიგოთ თქვენი ხმა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი მე აქვე გეტყვით რომ ქეთი კეკელი აქვთ და სტუმრად რომელიც არაერთხელ იქნება კიდევ ჩვენ გაგვახარებს კიდევ არაერთხელ. ნახვამდის უღრმესი მადლობა.